გვერდი 160. პირველი 4 ამოცანა არის საზეპირო, ამიტომ მოდით გავაკეთოთ მეხუთედან. რისი ტოლია ავტომობილის აჩქარება დამოხრუჭებისას თუ მისი საუბიროების გზის საფართან სრიალის ხახუნის კოეფიციენტი 0,6-ია. მოცემულია რომ არის 0,6 და რისი ტოლი არის აჩქარება. დავხატოთ ესე იგი ეს სხეული, ესე იგი თქვათ ეს მოძრაობდა ვესიჩქარით. სხეულზე მოქმედებს mg ძალა, რეაქციის ძალა ზევით და სიჩქარის საწინააღმდეგოდ ხახუნის ძალა. F ხახუნი. ჩავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი. mg plus n plus F ხახუნი უდრის m-ას. დავაგეგმილოთ ეს აჩქარების მიმართულებაზე. აჩქარება იქნება სიჩქარის საწინააღმდეგოდ. და გვექნება F ხახუნი უდრის m-ას. ხახუნის ზალა არის μ n-ის ტოლი. ეს განტოლება მოდით y-ზე დავაგეგმილოთ. მექნება n-ს minus mg უდრის 0-ს, იმიტომ რომ ამ მიმართულებით, ვერტიკალური მიმართულებით არანაირი აჩქარება სხეულს არ გააჩნია. ამიტომ n უდრის mg-ს. მივიღებთ რომ ხახუნის ზალა ესე იგი μmg უდრის m-ას, m-ები გაიკვეცება და აჩქარება იქნება μ გამრავლებული ჟ-ზე. აი ესეთი პასუხი გვექნება. ეს იყო მეხუთე, ახლა მეექვსე ამოცანა. რისი ტოლი ავტომობილის არა, ეს იყო ხო მეხუთე იყო, ახლა მეექვსე. განსაზღვროთ რა დროში გაჩერდება ავტომობილი მკვეთრი დამოხრუჭებისას თუ დამოხრუჭების დაწყებამდე 30 მეწამის სიჩქარით მოძრაობდა. სრიალის ხახუნის კოეფიციენტი არის 0,5-ის ტოლი. μ არის 0,5, საწყის სიჩქარე არის 30 მეტრი წამში. რამდენ ხანში გაჩერდებაო? ანალოგიურად ვიპოვით ჩვენ ესე იგი აჩქარებას. აჩქარება იქნება μ ჟ-ის ტოლი, როგორც წინ ამოცანაში ზუსტად. აქედან მერე ესე იგი რა დროში გაჩერდება. დავწეროთ სიჩქარის ფორმულა v-ს minus at. საბოლოო სიჩქარე v იქნება 0-ის ტოლი. აქედან v0 უდრის a გამრავლებული t-ზე. ანუ t გვექნება v0 შეფარდებული a-ზე. ანუ t იქნება v0 შეფარდებული μ ჟ-ზე. მეშვიდე ამოცანა. განსაზღვრეთ 25 მეწამის სიჩქარით მოძრავი ავტომობილის სამოხრუჭე მანძილი თუ სრიალის ხახუნის კოეფიციენტი არის 0,5-ის ტოლი. ესე იგი μ არის 0,5. საწყის სიჩქარე v0 არის 25 მეტრი წამში. სამოხრუჭე მანძილი. აჩქარება იგივენაირად არის ესე იგი μ ჟ-ის ტოლი. S-ი არის ესე იგი v0 კვადრატს minus v კვადრატი შეფარდებული 2a-ზე, იმიტომ რომ შენელებული მოძრაობა. საბოლოო სიჩქარე 0-ის ტოლი არის, იმიტომ S-ი არის v0 კვადრატი 2a-ზე, ანუ S-ი არის v0 კვადრატი 2 μ ჟ-ზე. აი ამ ფორმულით ვიპოვით სამოხრუჭე მანძილს. კარგით, მერვე ამოცანა. ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოთავსებულია 20 კილოგრამი მასის ყუთის ადგილიდან დასაძრავად საკმარისია მასზე ჰორიზონტალურად მიმართული 100 ნიუტონი ძალის მოვდოთ. რა აჩქარებით იმოძრავებს ყუთი თუ მასზე ჰორიზონტალური მიმართულებით 300 ნიუტონი ძალით ვიმოქმედებთ. ხო. ესე იგი მოდი დავწეროთ F0 არის 100 ნიუტონი. და F-ი არის წევის ზალა არის 300 ნიუტონი. და სხეულის მასა არის 20 კილოგრამი. რა აჩქარებით იმოძრავებსო ეს სხეულია? ხო, ეხლა აქ ნახეთ როგორი სიტუაცია. თუ გვინდა რომ ეს სხეული ავამოძრავოთ, ჩვენ უნდა მოვდოთ ძალა, რომელიც უძრავების ხახუნის ძალაზე ოდნავ მეტი იქნება. ესე იგი ეს F0 ძალა ფაქტიურად უდრის დაახლოებით F ხახუნის ძალას, უძრავების ხახუნის მაქსიმალურ მნიშვნელობას. ხო, ეხლა
ჩვენ როდესაც მოვუდებთ ესე იგი რაღაცა f წევის ზალას, საწინააღმდეგოდ იქნება აი ეს ხახუნის ზალა. ამიტომ დავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი ამ სხეულისთვის, ესე იგი f minus f ხახუნის ზალა, ეს არის ტოლქმედი x მიმართულებით, უდრის m-ას. აქედან აჩქარება არის f minus f ხახუნი შეფარდებული m-ზე და ხახუნის ზალა იმ f0 ძალის ტოლი არის. ესე იგი აი იქნება f minus f0 შეფარდებული m-ზე. კარგით, ახლა მეცხრე ამოცანა. სრიალის ხახუნის კოეფიციენტი ჰორიზონტალურ ზედაპირსა და მასზე მოთავსებულ 20 კილოგრამი მასის ყუთს შორის 0,4 სტოლია. ყუთზე მოქმედება დაიწყო ჰორიზონტალურად მიმართულების მქონე 180 ნიუტონის ტოლმა მუდმივმა ძალამ. რა მანძილს გაივლის ყუთი მოძრაობის დაწყებიდან 2 წამის შემდეგ. ჩავწეროთ, რომ ხახუნის კოეფიციენტი არის 0,4, მასა არის 20 კილოგრამი, მოდებული ძალა, წევის ძალა, იგივე არის 180 ნიუტონი და დრო არის ესე იგი 2 წამი, რა მანძილს გაივლის 2 წამში. ამ სხეულზე მოქმედებს სიმძიმის ზალა, რეაქციის ზალა, ეს არის წევის ზალა და მოქმედებს ასევე ხახუნის ზალა. ესენი ვექტორებია, რა თქმა უნდა, ყველა. და იწყებს აჩქარებულად მოძრაობას ამ მიმართულებით. ჩავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი. mg plus n plus წევის ზალა plus ხახუნის ზალა, ეს ვექტორულად უდრის m-ას. დავაგეგმილოთ აი ამ აჩქარების მიმართულებით, მექნება წევის ზალას მინუს ხახუნის ზალა უდრის m-ა. თვითონ ხახუნის ზალა არის μ n-ის ტოლი. ეხლა დავაგეგმილოთ y ღერძის მიმართულებით. მაშინ მექნება n-ს minus mg უდრის 0-ს, იმიტომ რომ ამ მიმართულებით, ვერტიკალური მიმართულებით არანაირი აჩქარება არ აქვს სხეულს. აქედან n-ი უდრის mg-ს. აქ შევიტანოთ ესე იგი f წევის ზალას minus μ mg უდრის m-ას. ასე რომ აჩქარება, რომელიც ამ სხეულს ექნება, იქნება f minus μ mg შეფარდებული m-თან. აჩქარებული მოძრაობა არის სხეულისა უსაწყვოსო სიჩქარით, ამიტომ ეს იქნება at კვადრატ ნახევარი. აი აქ შევიტანთ აჩქარებას. მეათე ამოცანა. ჰორიზონტალურ ზედაპირზე უძრავად მოთავსებული 10 კილოგრამი მასის ძელს მოსდეს ზედაპირის პარალელური 180 ნიუტონი ძალა. 100 მეტრის გავლის შემდეგ ძალის მიმართულება საპირისპიროთი შეიცვალა. ამ მომენტიდან რა დროში გაჩერდება ძელი, თუ სრიალის ხახუნის კოეფიციენტი არის 0,2 ტოლი. ჩავწეროთ მოცემულობა, μ არის 0,2, მასა სხეულის არის 10 კილოგრამი, წევის ზალა არის ესე იგი 180 ნიუტონი, გავლილი მანძილი, სანამ შეიცვლება წევის ზალის მიმართულება არის 100 მეტრი. და ამის მერე რა დროში გაჩერდებაო. დავხატოთ სურათი, ესე იგი როგორი მდგომარეობა ქონდა. ეს არის სხეული, მოქმედებს mg ზალა, მოქმედებს n რეაქციის ზალა, მოქმედებს წევის ზალა, მოქმედებს ხახუნის ზალა. გადის ეს 100 მეტრს, აქედან აქამდე არის 100 მეტრი. ცხადია, იქ აჩქარებული მოძრაობა იყო, აქა და მერე 100 მეტრის გავლის შემდეგ წევის ზალა იცვლის მიმართულებას. ესე იგი მოქმედებს mg ზალა, ეხლა დავხატოთ. მოქმედებს ეს n რეაქციის ზალა, აი წევის ზალამ შეიცვალა მიმართულება, მაგრამ ეს ჯერ კიდე ამ მიმართულებით მოძრაობს, ამიტომ სიჩქარის საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული ხახუნის ზალა. მაგრამ აჩქარება იქნება ასე მიმართული, იმიტომ რომ შენელებულად დაიწყებს მოძრაობას. მოდი ჯერ ვიპოვოთ აი პირველ აი აქედან აქამდე მოძრაობის დროს აჩქარება. ესე იგი, აქ არის წევის ზალას მინუს ხახუნის ზალა უდრის ma1. ხახუნის ზალა μmg არის. f წევის ზალას მინუს μmg უდრის ma1. აქედან a1 იქნება f წევის ზალას მინუს μmg შეფარდებული m-თან.
აჩქარებული მოძრაობის დროს ეს მანძილი გაიარა. მოდი ვნახოთ რა სიჩქარეს მიაღწევს. ეს იქნება v კვადრატი შეფარდებული 2g-ზე, ასე რომ v იქნება 2a-ზე, ბოდიში v იქნება ფესვი 2a-s-დან. ახლა სხეული მოვიდა აქ. აქ უკვე შეიცვალა მიმართულება წევის ზალამ. ამიტომ ახლა ნახეთ, იქნება ნიუტონის მეორე კანონი ესეთნაირად. წევის ზალას პლუს ხახუნის ზალა უდრის ma2. ესე იგი, ხახუნის ზალა ისევ μmg არის, f პლუს μmg უდრის ma2. ასე რომ აქ იმოძრავებს უკვე აქედან დაწყებული შენელებულად დაიწყებს მოძრაობა სრულ გაჩერებამდე, აქ სადაც გაჩერდება. ამიტომ აჩქარება იქნება f პლუს μmg შეფარდებული m-ზე. საწყის სიჩქარე ქონდა ამ უბნის შენელებული მოძრაობის საწყის სიჩქარე არის ამ უბნის საბოლოო სიჩქარე, აი პირველი უბნის. ამიტომ შეგვიძლია დავწეროთ, რომ დრო რა დროშიაც გაჩერდება. ეს არის აი ამ შენელებული მოძრაობის საწყის სიჩქარე გაყოფილი შესაბამის აჩქარებაზე, მაგრამ საწყის სიჩქარე არის პირველი უბნის საბოლოო სიჩქარე. ამიტომ 2a პირველი s-ი, ეს a პირველია. შეფარდებული ფესვი აქედან გაყოფილი a2-ზე. აი, ყველაფერი დათვლილი გვაქვს და ესეთნაირად გამოიყურება დრო.